ეს ყვავილი ხავი შეშეცდებული მარჯანის და სიმბოლო ამკავს. სამუშაო კაბინეტი, მისი ბიურო, აქეთ აქვს ბიბლიოთეკა და მოგეხსენებათ, რომ მირზა ხატალი უბრალო მეზღაბრემწერალი არ იყო. მირზა ხატალი იყო ძალიან დიდი დრამატურგი და წერდა ისეთ ისტორიებს და ისეთი პიესები, ისტორიებია დაწერილი, რომ საფრანგეთშიც კი არის აღიარებული და თეატრებში და დიდი სპექტაკლები აქვს დადგმული. ხო და იქით სურათები თუ მიაქცევთ ყურადღებას არის სუმედლები, რომელიც მან მიიღო პირადად მეფისგან. აი თავის დამსახურებაზე რა ნაწარმოებიც აქვს დაწერილი და თავის მოღვაწეობისთვის თარჯიმანი როგორც იყო და ადამიანთა პიროვნება როგორც იყო. აი ესეთი მედლები და ესეთი მას აი არაბულია ვიცი მომს გარეთ ჩინით რამდენი როგორც საქართველოში მაცხოვრებელი ძალიან დიდი პატივისცემა აზერბაიჯანთან თავიანთი ისეთი მოსახერხებელი ამბანი და მან პირველად რო ისაქნა ყველაზე მეტად ერგებოდა აი ამის მიხედვით აზერბაიჯანული ენა დამწერლობა ლათინური მასები ერგებოდა ყველაზე მეტად და მან პირველმა შესთავაზა თურქეთში იყო წასული იქ შეხვდა დელეგაციებს და მან პირველმა შესთავაზა რომ აზერბაიჯანული ენა დამწერლობა ყოფილიყო აზერბაიჯანში სადაც მიიღო თანხმობა. ოთახი ეს არის ძალიან ცნობილი პოეტესა, აზერბაიჯანული პოეტესა. ეს არის მუსიკალური ოთახი. აქეთ სურათებზე არიან კომპოზიტორები, ვინც აი მუსიკოსები და ცნობილი ხალხიდან. აქეთ ვიტრინებში კი ნაციონალური ინსტრუმენტები, რომელიც ძველთა დროით ყოველთვის უკრავდნენ. აი ეს ინსტრუმენტები, რომელიც ძველი დროდან ერთად უკრავს სხვადასხვა ტექნიკას დაყრის. ხო, აი აქ სურათზე არის, ქამაჩას ესე უკრავს და საზიკინე როგორც ჩონგური და გიტარა. ხო და იმისათვის რომ შეინარჩუნო აქ მირზა ხატალის ქონდა მისაღები კი არა და სადაც ვახში მოხდნენ და საუზი მოხდნენ, ეს იყო მისა მთელი ოჯახი აქ იჯდა და მირზა ხატალი ამის გამზე ისვენებდა ხოლმე ის დათვის ტყავი და ამდე ტყავია. ხო და ერთხელ როდესაც აი აქ ისვენებდა მირზა ხატალი მას მოვიდა თავში აზრად მუზა რომ დაეწერა ისტორია სადაც მიდიან ყაჩაღებით დაცვზე სანაპიროდ. ეს აზრად მოვიდა ეს ისტორია თავში და დაწერა. ყველა ნიფტი არის ორიგინალი, იმ სურათის არქივის სურათია, იმის სურათის მიხედვით აღადგინეს ის ატმოსფერა, როგორც ჰქონდა მირზა ხატალის ამ სახლში. და ყველა კარგია ძველ დროს აი როგორც იყო ისე ვისებებს ის მიხედვით. აქეთ ამ სურათზე, ამ ნახატზე ეს ტაბლო არის დახატული ის სახლი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და თუ შენიშნეთ, რომ აი სახლი როგორც აქაც ისე ვისეკდას, მაგრამ აქ იყო პატარა ბილიკი ფაიტონზე რომ საფთან მოსულიყო ხალხი და იმის იქით იყო მტკვარი. აი როგორც ახლა გზა არ იყო ადრე. ცენტრალური ტრასა არ იყო, იყო მტკვარი.
გვარი იყო და ერთი პატარა ბილიკი იყო, რომ იმით ფაიტონით ხალხის სახში შემოდიოდა. იმიტომ რომ ის რა ქვია, გვარი მერე გაიწია. ადრე უფრო დიდი კალაპოტში ჩააგდეს. კალაპოტში ჩააგდეს, ის იყო. კალაპოტში ჩააგდეს, მე გაფართოვდა აქეთ თაჩვა. მისი გალიშვილი იყო მკერავი. შეჭუშე ფალთარი ბუნებია. მკერავი იყო. ხო და ძველ დროს საქართველოში, თბილისი იყო ყველა პოლიტიკური, ყველა თბილისი კავკასიის ცენტრი. კავკასიონის ცენტრი იყო. და ყველა მოდიოდა, ჩამოდიოდა. ამიტომაც ჩვენ ბაძავდით ევროპელებს და ევროპულად ვიცმევდით, აი დიდი ტანსაცმელი რო ეცვათ, აი ხალებს დიდი ისეთი ტანსაცმელი, აი ესეთი ტანსაცმელი ეცვათ მაშინ ხალხს და ქალიშვილი მირზაფატალის აი კერავდა ეგეთ ტანსაცმელს. ეს არის ნაწარმოები, აი რაც ნაწარმოები. Koklusu şekli bakın tamam. Aga biteli. İyi. Aga biteli tema. Akasra dostumuzla şunlar. Medya patar yakın doğruyordu. Evti piyesa. Nemkoranes khanesi benzeri geçiyesa kartulenazı gadataydı. Böyle dayıd gayet. საპატიოსაცემოდ კი ბატონო და დაიდგა მეთიაჩი. სურათები რო სამახსოვრო დარჩა.